ერთადერთი სიტყვა არსებობს, რაც აი ამ ყველაფერს შეესაბამება. ეს არის შიში. ეს არის შეშინებული რეჟიმი, რომელმაც ზუსტად დაინახა, რომ დიახ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი, სრულიად მშვიდობიანი რევოლუცია არის შესაძლებელი და სწორედ ამიტომ დააკავეს ეს ადამიანები. მათ დაინახეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და სრულიად საზოგადოება გააერთიანა, აი ამ თარიღის გარშემო, გააერთიანა მის გარშემო და დიახ, მათთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ლევან ხაბეიშვილი. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, დაინახეთ, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. ამიტომ 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ რუსთაველზე და აუცილებლად და უკვე დასრულებული რეჟიმი საბოლოოდ დასრულდება. ეს არის რეალურად ჩამონგრეული, ჩამოშლილი რეჟიმის სახე, რომელსაც ერთადერთი გზა დარჩა, რომ შეგვაშინოს ერთადერთი გზა დარჩა. ელოდებით თქვენიც რომ შესაძლოა დაკითხვაზე დაგიბარონ ან მინიმუმ პატა ბურჭულაძე ან დაგაკავონ არ ვამბობ. დაგიბარონ მინიმუმ გამოკითხვაზე. ყველაფერი არის შეშინებული რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი. ჩვენ ამასაც ამ დღესაც ველოდებოდით. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ლევან ხაბეიშვილი მზად იყო ამ ყველაფრისთვის, მურთაზ-ზოდელავა მზად იყო ამ ყველაფრისთვის, დარწმუნებული ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ოქტომბრის აქციაა ის შიში, რომელიც ამას უკავშირებთ. რა თუნდა ამას საუბარი და შიში არის ერთის ლევან ხაბეიშვილის გარშემო გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. ხედავდით თქვენ ყოველწუთიერად მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორედ ეს არის მიზეზი. სწორედ ეს, იმიტომ რომ მათ დაინახეს ლიდერი, რომელმაც მართლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მართლა შეძლო, რომ სრულიად საზოგადოება გააერთიანებინა. სწორედ ეს არის მათი შიშის საფუძველი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი. მხოლოდ კითხვები შემოიფარგლებიან მასთან, როგორ ფიქრობთ, რა კითხვები ექნებათ, ეს არის მხოლოდ მიზანი მისი გადმოყვანის, ასე ოპერატიულად, ასე ჩასაფრებით. შეიძლება რომ ის დაებარებინათ მაგალითად გამოკითხვაზე. ყველაფერი იყო შესაძლებელი, ყველაფერი არის შესაძლებელი, მაგრამ მათ აირჩიეს აი ეს ფორმა, რასაც ირჩევენ ბოლო პერიოდში. ჩვენ უყურებთ, ხო? ეს ხო არ არის პირველი და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, უკან ვერ დაგვახევინებენ. რეჟიმი დასრულებულია და ამ გამარჯვებას ქართველი ხალხი გააფორმებს 4 ოქტომბერს. დაველოდოთ ამ დღეს. ამ დრომდე თუ ყოფილა რაიმე გამოხმაურება, გამოკითხვაზე დაბარება სუსის მხრიდან, თქვენც ხართ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი მხარდამჭერი 4 ოქტომბრის დაგეგმილი მასშტაბური აქციის. ელოდებით რომ დაგიბარებენ გამოკითხვაზე ან დაგაკავებენ თქვენს პატა ბურჟუაზიას ხართ? ძალიან ბევრი ადამიანის დაბარება მოუწევთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა, მე არაერთხელ მithქვამს და ახლაც ვიტყვი, გავერთიანდით რუსთაველის გამზირის ინიციატივის გარშემო. გავერთიანდით ფაქტიურად, რა ვიცი, მთელი საქართველო და მოუწევთ რომ ყველა დაგვიბარონ, არავითარი პრობლემა არ არის. იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის 4 ოქტომბერი, როდესაც ისინი გაფორმდება მათი დასრულება, იმიტომ რომ ისინი არიან უკვე დასრულებულები. სწორედ მათი ეს სიმხდალე დავინახეთ კიდევ ერთხელ დღეს. ასე რომ მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება, არ გავჩერდეთ, არ შეგვეშინდეს, უკან არ დავიხიოთ ყველანი, დღესაც, ხვალად, ზეგაც, მაგრამ კულმინაციური დღე იქნება 4 ოქტომბერს, როდესაც აუცილებლად ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ბრძოლა არის სწორედ ქართველი ხალხის. აქ არ არსებობს 1, 2, 3, არც ორგანიზატორი, არც ლიდერი, არა, ეს ბრძოლა არის ქართველი ხალხის და სწორედ ეს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს 4 ოქტომბერს და ერთად ვიქნებით ყველა, ვინც დღეს სუსის შენობაშია, ვინც დღეს საპატიმროებშია, ჩვენი სინდისის პატიმრები და არავის არ შეგეშინდეთ, არავის ერთი წამით არ დავიხევთ არავინ უკან.